მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული წერტილი. რატომ სჭირდება და რატომ არ უნდა დაკარგოს საქართველოს ევროპამ. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გაანმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის დასკვნა. დამოუკიდებელი ორგანიზაციის შეფასებები და ანალიტიკა ზუსტად თანხმედრაში არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა არის აბსოლუტური სიმართლე და აბსოლუტური ჭეშმარიტება. გაითვალისწინებს თუ არა ბრიუსელი და შეცვლის თუ არა რიტორიკას თბილისთან. რა სურს საქართველოს, როგორ ევროკავშირში უნდა გაწევრიანება. სტოკჰოლმის აქციის სასტიკი დარბევა. საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ რა ხდება ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულება და დანის მაგალითად ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს და ეს ევროპული ბიუროკრატია. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის ილუსტრაცია და ქვეყნების შერჩევითი კრიტიკა. ფასდაკლებული პროდუქციის ელექტრონული კალათა. მოხდება საქართველოში მოქმედი წყვილ ქსელების მიერ ორგანიზებული საუკეთესო შეთავაზებების განთავსება ერთიან სივრცეში. სახლიდან გაუსვლელად. ახალი ონლაინ პლატფორმა ქსელური მარკეტების პროდუქციაზე. ქსელებს ექნებათ ვალდებულება წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად მომხმარებელი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული. მიზანი: ფასების გამჭვირვალობა, მონიტორინგი და სოციალური პასუხისმგებლობის სისტემაში მოყვანა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 21 მაისია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. რატომ სჭირდება საქართველოს ევროპას, რატომ უნდა შეცვალოს ბრიუსელმა რიტორიკა, როგორ უნდა გახადოს თბილისთან ურთიერთობა პრაგმატული და რატომ იძლევა დასავლური სანქციების საპირისპირო შედეგებს. ვრცელ ნაშრომს კრიზისების ავტორიტეტული და გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი ICG აქვეყნებს, რომლის რეკომენდაციებსაც უდიდესი წონა აქვს. მთავარი გზავნილია იმოქმედეთ ფრთხილად. გაცნობიერეთ და აღიარეთ საქართველოს უსაფრთხოების რისკები და შიში. შეამცირეთ მმართველი პარტიის პირდაპირი კრიტიკა და აქცენტი გადაიტანეთ რეფორმების წახალისებაზე. რეკომენდაციების ჩამონათვალი ვრცელია და მისი მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული ზონაა. პრაგმატიზმი და დაბალანსებული სტრატეგია. მეტიც ევროპამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არ წარმოადგენს ბლოკის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკას. ICG-ს ანგარიშებს ევროკავშირის სტრუქტურები, მათ შორის ევროკომისია, როგორც წესი, უმაღლესი ხარისხის ინტელექტუალურ ნაშრომად იყენებს და ხშირად ზუსტად ისე იქცევა, როგორც ამას ეს ცენტრი ეუბნება, რადგან ანალიტიკურ ჯგუფს არაფორმალური არხებიც აქვს ბრიუსელის კაბინეტებთან. ICG-ს ევროკავშირისთვის ადრეული გაფრთხილების ფუნქციაც აქვს, ამიტომ ეწოდება მას კრიზისების მართვის ჯგუფი, რადგან ევროკავშირის უდიდეს ბიუროკრატიულ მანქანას და ევროპელ დიპლომატებს გადაწყვეტილებების მომზადებაში ეხმარება. გავლენიანი ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცივი მიდგომა საქართველოს ლიდერებისადმი მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ. ამიტომაც დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს იზოლაცია შეცდომა ანგარიში ისიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. კრიზისების ჯგუფი ევროკავშირს ურჩევს მხარებს მედიატორის როლი შესთავაზოს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობის ჩასაცხრობად. ცნობისთვის ეს ის ჯგუფია, რომლის რეკომენდაციითაც თავის დროზე ევროკავშირმა სამთავრობო პროგრამები გაყინა და არ გააუქმა საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა. სწორედ ICG ამტკიცებდა, რომ კოლექტიური დასჯა საქართველოს პროევროპულ განწყობებს დააზიანებდა. ამიტომ დიდი ალბათობით ევროკავშირში საქართველოსკენ შემოტრიალების პრაგმატული პროცესი დაიწყება. საქართველოს ევროკავშირის საწინააღმდეგო შემოbrunების მართვა სწორედ ასე ქვია ბრიუსელისთვის დაწერილი რეკომენდაციების ვრცელ ჩამონათვალს. შოთა ფალავანდიშვილი ისაუბრებს, გაამართლა თუ არა თბილისის პოლიტიკა. ICG-ს საკმაოდ ვრცელ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამართლებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანას ომი აარიდა და მშვიდობა შეუნარჩუნა. ICG-ს რეკომენდაციასა და ანგარიშს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრაგმატული პოზიცია სწორად დაიკავა, რამაც ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა მისცა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ICG-ს დასკვნით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალური თბილისის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა სცადეს. საუბარია მრავალგვერდიან ანგარიშზე, რომელიც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა საქართველოს და მის ირგვლივ განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს მიუძღვნა. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელისა და შტატების წინა ადმინისტრაციის ზეწოლის მიუხედავად პრაგმატული პოლიტიკა აირჩია. შესაბამისად, ქვეყანამ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მიიღო. კვლევა აზიის სახელმწიფოებთან დამყარებულ ახალ კონტაქტებზეც საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ ბრიუსელის შანტაჟმა და ნეგატიურმა რეზოლუციებმა არ იმუშავა. ICG-ს თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის სამხრივად ევროპული ბიუროკრატიის მიერ შესუსტების მიუხედავად, საქართველოს ნატო ევროკავშირთან არსებულ ყველა პრაქტიკულ პროცესს შეუფერხებლად განაგრძობს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრებელი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გაანმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა ყალბი ან გაზვიადებული. ეს შიში თან არსებობს მოსახლეობის ევროკავშირის წევრობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერასთან. რიტორიკის მიუხედავად პრაქტიკულ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცვლელი რჩება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს ოფიციალური კონტაქტი რუსეთთან. ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას ვერ შეძლებს, სანამ რუსეთი არ დაასრულებს მათი სიტყვებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან არსებული ცნობებით კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია. ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრებთან. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირ გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან, მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად. ცელანგარიში ICG საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უხეშ ჩარევის მცდელობაზეც აკეთებს აქცენტს. ქართული ოცნების ხელისუფლების პრაგმატული ნაბიჯების გამო ორგანიზაციის აზრით ევროპულმა ბიუროკრატიამ 2024 წელს მართველი პარტიის წინააღმდეგ იმუშავა. მუქარები ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე და მოწოდებები ოპოზიციის არჩევისკენ. კრიზისების ჯგუფის განმარტებით პროცესში დიპლომატიური კორპუსიც კი იყო ჩართული. ორგანიზაცია მართველი პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერების განცხადებებზე საუბრობს, რომლებმაც ხელისუფლებაში სააკაშვილის თანამოაზრეების ჩარევის გზით დაბრუნების მცდელობაზე არაერთხელ განაცხადეს. ICG საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკვანძო ნაწილად მიიჩნევს. ევროკავშირის ლიდერებს კი ქვეყნის მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს. პარტია ქართული ოცნების ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამორჩეველს ურჩევდნენ ქართული ოცნება აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არ დასახელების პრაქტიკა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაიწყეს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე. საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ არჩევნები 16 ქულიანი უპირატესობით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აცხადებდნენ, ამ არჩევნებში უფრო მეტი დარღვევა დაფიქსირდა ვიდრე წინა არჩევნებზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვერ ამტკიცებდნენ თითქოს უფრო გამჭვირვალე არჩევნები განსხვავებულ შედეგს მოიტანდა. საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ. ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა სახელმწიფო გუნდისთვის ქართული ოცნების სწორ საგარეო პოზიციონირებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველ გუნდში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად საქართველოში სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვა მაინც მოხერხდა. დამოუკიდებელი ორგანიზაციის შეფასებები და ანალიტიკა ზუსტად თანხმედრაში არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა თითქმეულ განცხადება, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, არის აბსოლუტური სიმართლე და აბსოლუტური ჭეშმარიტება და როდესაც პოლიტიკისგან დაცლილი შეფასებები კეთდება ხოლმე, ყოველთვის დასტურდება, რომ ჩვენი გუნდი არის სიმართლის მხარეს მდგომი. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება არავის უცდია. მოწოდებების სოხუმში ტანკებით გასეირნებისა და უკრაინაში სამხედრო მოხალისეების თვითმფრინავით გაგზავნის შესახებ კი პროვოკაციული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, დასავლურ სამყაროში არავის არ ეხმებოდა ეს განზრახვა, იმიტომ რომ დასავლეთს იმდენი ინვესტიცია არ განხორციელებია ამ ქვეყანაში ტყუილად, პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რომ რაიმე ტიპის ავანტურისთვის გაიმეტონ ჩვენი ქვეყანა. პრაგმატული, სწორი რეკომენდაცია არის ის, რასაც გთავაზობენ, როცა გინდა რომელიმე კლუბის წევრი ან რომელიმე დიდი ოჯახის ან ორგანიზაციის წევრი გახდე, მით უმეტეს ეს იქნება პოლიტიკური ევროკავშირის თუ სამხედრო პოლიტიკური ნატო და სხვა, იქ არის თავის წესები. ოპოზიციისა და კვლევაში ნახსენები ევროპელი ბიუროკრატების საერთო ნეგატიურ ინტერესებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა და მსოფლიო გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯის აუცილებლობა დაადასტურა. სრულ ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამას ჰქონდა თავისი კონკრეტული გეგმები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სტაბილური განვითარება, ასევე მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. შეფარვით არის იმის აღიარება, რომ არასწორად გვექცევია. წარმოიდგინეთ, ამართლებენ საქართველოს ყველა ნაბიჯს ამ სტატიაში და მე ევრობიუროკრატიას მოუწოდებენ, რომ გასაგებია ვიცი თქვენ რომ მაინც არ მოიქცევით წესიერად, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, გამიჯდეთ მაინც ერთმანეთისგან და კარგი ურთიერთობა მაინც გქონდეთ საქართველოსადმი. ამიტომ კარგი ხანია მე ესეთი მაღალ პროფესიულ დონეზე პუბლიკაცია არ მინახავს, რომელიც ამავე დროს დიპლომატიურიც არის. ICG მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტებსა და მის შედეგებს პერმანენტულად იკვლევს. ორგანიზაციის დასკვნით, ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა. პროცესებს, რომლებიც ახლა ევროკავშირში იწყება, საქართველოში წლების წინ აკრედიტებული ევროპელი დიპლომატების ნაწილი ვერ ეწევა. ამის ნათელი მაგალითია პეტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციის ელჩი, რომელიც ევროსტრუქტურების ანალიტიკოსების საპირისპირო რიტორიკით გამოირჩევა და ისევ აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით მიემართება. ის საქართველოს კვლავ ადარებს მოლდოვასა და უკრაინას. დიპლომატია ამტკიცებს, რომ ქვეყანა, რომელიც მეხუთე წელია რუსეთთან ომშია და ყოველდღე იბომება ევროკავშირთან, უფრო დაახლოებულია ეს. მაშინ, როდესაც მისივე კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება უახლოეს წლებში შეუძლებელია. პეტერ ფიშერი საქართველოზე წინაყენებს მოლდოვასაც, რომელმაც ევროკავშირში შესვლა სუვერენიტეტის გაუქმები და რუმინეთთან შეერთებით გადაწყვიტა. პეტერ ფიშერი თავის მისიას საქართველოში უახლოეს კვირებში დაასრულებს. მისი ბოლო სამსახური დიპლომატიის სახელმძღვანელოებში კარგ მაგალითად ვერ ჩაიწერება, რადგან ის არა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაზე მუშაობდა. კონსპირაციული შეხვედრები ოპოზიციასთან, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ხელისუფლების მუდმივი კრიტიკა. ხაზრაძის ბინის ქირის სკანდალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამ დრომდე მოძოლებული ინფორმაციის გაყინვა. გერმანულმა ქალაქმა ზაარბრუკენმაც კი, რომელიც თბილის კომუნისტური რეჟიმის დროს დაუძმობილ და სწორედ მის დროს ახლა გადაწყვიტა დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქთან კავშირის გაწყვეტა. ეს ყველაფერი ფიშერის ბიოგრაფიაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ორი ქვეყნის მრავალწლიანი ურთიერთობების დაზიანება, რადგან გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც თბილისში საელჩო გახსნა. ელჩმა ფიშერმა კი ხიდის ნაცვლად კედლის როლი შეასრულა. საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს. გერმანელი დიპლომატის განცხადების გამო ოფიციალურმა ბერლინმა თბილისიდან ეს მწვავე პასუხი დღეს კიდევ ერთხელ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის კატეგორიული ტონი ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებას მოყვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია. ვენის კონვენციის დარღვევაში არაერთხელ დადანაშაულებული დიპლომატისა და მისი მთავრობისთვის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას სათქმელი მხოლოდ ერთი აქვს.
საქართველო არასდროს დაადგება უკრაინისა და მოლდოვის გზას. ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არაპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასეთ სივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო. ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე, როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა. აქეთკენ გვეკაჩებიან და ამას გვაგუებენ. განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე. სწორედ ეს არის 21 საუკუნის დანაელთა ძღვენი. საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმებით გამორჩეულ გერმანიის ელჩს თითქმის 2 წელია რეაგირება არ ჰქონია მისი ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის პირველი დიპლომატის შესახებ განთავსებულ არასწორ ინფორმაციაზე. სამაგიეროდ აქტიურად რეაგირებს და საუბრობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. გერმანიის ელჩმა ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ფედერალური მთავრობა იმედგაცრუებულია, რადგან საქართველო ევროკავშირის გზაზე უკრაინასა და მოლდოვას ჩამოცილდა. მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, მე ვხედავ საპირისპირო მიმართულებით ევროკავშირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს წუხილს და იმედგაცრუებას იწევს გერმანიის მთავრობაში. საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან. ჩვენ გვსურს, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ამ შინაარსის განცხადებებს გერმანელი დიპლომატი სავარაუდოდ იმ კონსპირაციულ შეხვედრებზეც აკეთებს, რომელსაც ფიშერი ხშირად ხან NGO-ებთან, ხან აქტივისტებთან, ხანაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მართავს. სწორედ ამ უკანასკნელმა დაიცვა და სრულად გაიზიარა დღეს გერმანელი დიპლომატის პოზიციები. საქართველოს და მისმა დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართული ოცნების გადადგა ნაბიჯები, რაც ეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის მთავარ პრინციპებს, ასევე იმ რიტორიკას, რომელსაც იყენებს დასავლეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, დააშორა ის იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელსაც აქვს დიდი შანსი გახდნენ ევროკავშირის წევრები. აბსოლუტურად ვიზიარებ ელჩი პეტერ ფიშერის განცხადების შინაარსს. ეს არის სამწუხარო, რომ ფასი არის ძალიან მარტივი, დემოკრატიული რეფორმა. სხვა ფასი ვინმეს გავგიაოდეს მე? აი რამეს გთხოვენ სხვას. მოთხოვნა ბევრი ახსოვთ სახელისუფლებო გუნდში და თან ანტისახელმწიფოებრივი, მათ შორის ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, უარი სუვერენიტეტზე, უარი კანონმდებლობაზე, რომლითაც საქართველო ეროვნულ ფასეულობებს იცავს. ჩამონათვალი ვრცელია, მართველი ძალა ამბობს, რომ საქართველოს თავრობის მიერ არჩეული კურსი არ გადაიხედება. ჩვენ რომ 78 მუხლი ჩავწერეთ კონსტიტუციაში, ნამდვილად არ გულისხმობთ იმას, რომ ქვეყანა უფლებადაცლილი, დამოუკიდებლობა წართმეული და ტერიტორიული თლიანობის აღდგენაზე, ასე ვთქვათ, პრეტენზიის არ მქონეს ტაშით შეეგებებოდნენ ევროკავშირში. ასეთი ევროკავშირი და ასეთი მიზნები საქართველოს არასდროს არ ქონია. ჩვენ ცალფეხზე დგომით, სუვერენიტეტის დაკარგვით, ომით, ტერიტორიების დათმობით და კაცების ქორწინებით და სარწმუნოების შეურაცხყოფის ხარჯზე, რა თქმა უნდა, არც ერთ გაერთიანებაში არ შევალთ. ყველა ელჩმა ნება იბოძოს და შეასრულოს არა მისი დამკვეთების deep state-ის სახით, არამედ დიპლომატიური ფუნქციები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გერმანიის ელჩისა თუ ევრობიუროკრატების განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით ევროპულ ღირებულებებთან თავსებადი არ არის. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის არის ღირებული ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი. განსხვავებით ბატონი ფიშერისგან. კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს რაღაც გეოგრაფიულ კუთვნილებას. მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართული ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე. განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. და სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ხედავთ. როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას.
ევროკავშირი მოსახლეობის ობიექტურ ინტერესებზე რომ არ ზრუნავს, ამაზე უკვე თავად წევრი სახელმწიფოებიც საუბრობენ, მათ შორის უნგრეთი, იტალია, სლოვაკეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი. გერმანიის ელჩარს იმ ლოგიკის გაგება უნდა, რომთაც საქართველოს რისკებს საზღვევს და კვლავ ევროკავშირის გზიდან გადახოვას უწოდებს იმ ნაბიჯებს, რომლებითაც ქვეყანა სუვერენიტეტს იცავს. მან დღეს საქართველოს პრემიერის ბრიუსელში გაგზავნილი წერილიც გააკრიტიკა. ევრობიუროკრატიას არ ესმის, რომ სწორედ შერჩევითი კრიტიკა და ორმაგი სტანდარტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. თან სჭირდებათ ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფანი და გეოპოლიტიკური უსაფრთხოება ევროპის კართან. თან მუდმივად აკრიტიკებენ გლობალურ სამხრეთს, თავად კი ყველაფერში მართლები არიან. არც ერთხელ არ უღიარებიათ, რომ რიტორიკა ზედმეტად მკაცრია. ევროპაში საზოგადოებრივი წესრიგის სახელით აქციის ძალისმიერი დარბევა ლეგიტიმურია, ხოლო დასავლეთის გარეთ, მაგალითად საქართველოში აქციის დაშლა დემოკრატიის დევნად ფასდება. სწორედ ეს იწვევს თბილისის შეშფოთებას. ევროკავშირის შიგნით იმუნიტეტი, გარეთ კი საპოლიციო ტაქტიკა. როდესაც ევროპაში პოლიცია აქციების დასაშლელად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭაობს, ხელკეტებს ან გაწვრთნილ ძაღლებს, დასავლური ინსტიტუტები ამას კანონის უზენაესობას და მართლწესრიგის დაცვას უწოდებენ. საქართველო კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, როგორ ევროკავშირში სურს საქართველოს გაწევრიანება ისეთ კონსტიტუციურ სისტემებში, როგორც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ეს არის ადამიანისა და ქვეყნების სუვერენულ უფლებებზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები, რომლებაც ბოლო წლებში ეროზია განიცადა. არათუ საქართველოს ევროპის ყველაზე დიდი მოკავშირე ამერიკის პრეზიდენტი აფრთხილებს ევროპას, რომ მის მიერ ფუნდამენტური ფასეულობების და დასავლური იდენტობის დათმობა ევროკავშირს ღრმა კრიზისში შეიყვანს. დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ევროპის მიერ ფუნდამენტური ფასეულობების დათმობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც კი შეიტანა. ქეთი ზანთარაი ისაუბრებს, რა იდენტური პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. საფრთხები და გამოწვევები, რომელზეც საუბარი დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გაცილებით უფრო ადრე ამახვილებდნენ ამ საკითხებზე ყურადღებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ევროპული ღირებულებების კრიზისს ეხება ის წერილიც, რომელიც მთავრობის მეთაურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას გაუგზავნა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დანიაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ ევროპული ქვეყნების უმოქმედო კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ რა ფასეულობით კრიზისს და დეგრადაციას განიცდის ევროკავშირი. ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ პირველ რიგში რა ხდება სინამდვილეში, რა ხდება ევროპაში, რა ხდება ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. დანიის მაგალითი საქართველოსთვის ევროპული ღირებულებების ლუსტრაცია და იმ პრინციპებისგან გადახვევაა, რომელზეც ევროპული კავშირი შეიქმნა. კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივი მეთოდები დარბევიდან ერთი კვირის შემდეგაც დუმილი არც ქვეყნის ხელისუფლებას, არც ევროპულ სახელმწიფოებს და არც ევროსტრუქტურებს დაურღვევიათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები იწვევს შეშფოთებას. კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების ფონზე ევრობიუროკრატიის რეაქცია სახელისუფლებო პარტიისთვის კლასიკური ორმაგი სტანდარტია. ყველა ნახეთ, როგორ გაურბოდნენ შესაბამის კითხვებს ევროკავშირის ელჩები, კონკრეტულად ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, ალბათ სხვაებიც იყვნენ. მათ არ ქონდათ არაფერი საპასუხო. და ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა სხვათა შორის 2024 წელთან დაკავშირებით, როდესაც იყო რამდენიმე გადასტომა, უხეში გადასტომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ერთი რომ ეს იყო ექსცესები, შედარება რომ გავაკეთოთ და ხელისუფლებას ქონდა მყისიერი რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირველ რიგში მყისიერად დავგმეთ ჩვენ ის გადასტომები, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ არის ევროკავშირის ელჩი, არის გერმანიის ელჩი, არის დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და მთლიანად, რასაც ხედავთ ევროპის მასშტაბით. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მოხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი ბჭყალებში მშვიდობიანი იყო ის შეკრებები. სინამდვილეში ჩვენ ვადევნებდით თვალს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამდეც
ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს. ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც არის მართლა ტრაგიკული, რაც არის ნამდვილად ძალიან სამწუხარო. ნახეთ ჩვენ ბრუტალური დარბევა, მშვიდობიანი შეკრების, აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ბუნებრივი ამ ყველაფრის დაგმობა და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა. კოპენჰაგენში აქცია 13 მაისს დაარბიეს. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების სამსახველი კადრები და ფოტოები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. თუმცა დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. განმარტებას მხოლოდ პოლიცია აკეთებს. კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხელკეტები მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში გამოიყენეს, რადგან დემონსტრანტები პოლიციის გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ეს პასუხი სახელისუფლებო გუნდისთვის მხოლოდ ვითარების სიმძიმის დადასტურება. რითი ამართლებენ, ერთ-ერთი მთავარი გამომართლებელი პოლიციამ დიალოგი აწარმოაო და მე როცა მიხვდა რომ ეს დიალოგი არაპერსპექტიულიაო, მე ადგადა ძალა გამოიყენო. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი პასუხი ჩვენმა პოლიციამ ფილმეს რომ იწეროს? ხომ ცოცხლად დამარხავენ ასეთ ადამიანს. პრივილეგირებულად უყურებენ სამყაროს, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთ საკითხებზე შეგვიძლია ბრუტალურად ძალა გამოვიყენოთ და თქვენ გინდაც გამხობდნენ, გინდაც პარლამენტს ეცხლუჩენდნენ, გინდაც პრეზიდენტის სასახლეში იჭრებოდნენ, თქვენ მეორე ხარისხოვანი სახელმწიფო ხართ და თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ. ევროპულ ქვეყანაში არაევროპული სტანდარტით გადაჭარბებული საპოლიციო ძალით აქციის დაშლას ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის, თუმცა ამბობენ, რომ დანია დემოკრატიული ქვეყანაა და ძალის გადამეტებაზე ხელისუფლებას რეაქცია ექნება. არიდარდონ დანიაზე, დანიას პირველ რიგში აქვს ძალიან მაღალი სტანდარტის მართსაჯულება და ის, რომ ქვეყნებში ხდება გარკვეული ძალადობრივი გადაცდომები პოლიციის მხრიდან, ეს არავისთვის ახალი არ არის. თუ გადაცდომა იყო ძალაუფლების, დანია მოუვლის მაგას. დანიას ყავს დემოკრატიულად არჩეული, წესიერი ხელისუფლება, რომელიც დანიელმა ხალხმა აირჩია. დანიის ხელისუფლების და ევროპის სხვა სახელმწიფოების სიჩუმე საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისთვის აღიარებაა, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევებზე შერჩევითად რეაგირებს და სწორედ ამიტომ ეპარებათ ეჭვი მათ გულწრფელობაში. მშვიდობიანი აქციის წევრებს თავის დაუმტრევს პოლიცია და ამაზე დუმს ყველა ევროპის სახელმწიფო თავად ევრობიუროკრატია და აქ როდესაც თავის პირიქით პოლიციელებს უმტვრევდნენ და წვავდნენ პოლიციელებს ძალადობრივი აქციის მონაწილეები და მხოლოდ ამის მერე პროპორციულად ერეოდა პოლიცია, აქ თურმე ანტიდემოკრატიული პროცესი ყოფილა. ამას ხო ყველა ხედავს. დანიის საზოგადოება, საქართველოს საზოგადოება, ევროპის საზოგადოება დღეს ხო მსოფლიო დაპატარავდა. 5 წუთში ყველა გებულობს ყველაფერს სად რომელ მსოფლიო წერტილში რა მოხდა. და შენ რო გამოდიხარ და აქ საქართველოში არსებულ პროცესებს უკუღმა მიაწვდი ინფორმაციას საზოგადოებას, ამას არავინ აღარ გაპატიებს, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტების მომხრე ხარ. თუ შენ ადამიანის უფლებებზე ხარ ორიენტირებული, ის თანაბრად უნდა გაინტერესებდეს ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს, როდესაც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხებათ, მაგრამ მათ საქართველოში ქონდათ კონკრეტული ამოცანები და მიზნები, ეს იყო მარიონეტი ხელისუფლების დასმა და ჩვენ გვახსოვს, როდესაც მართლა მარიონეტები მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, არავის არ აინტერესებდა იგივე ბიუროკრატიაში, მაგალითად იმედში როგორ შეიჭრებოდა ნაციონალური მოძრაობა და დაარბევდა მოახდინდა მედიის ოკუპაციას, ციხეებში როგორ აწამებდა ყოველდღიურად ადამიანებს. დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებს ღია წერილით სამშაბათს მიმართა ირაკლი კობახიძემ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. 3 დღე გავიდა, თუმცა კოპენჰაგენში აქციის დარბევის მსგავსად ღია წერილზე ადრესატები დუმილს ინარჩუნებენ. კოპენჰაგენში აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლასთან დაკავშირებით დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმა. ფილოსოფოსი წერს, რომ დანიის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ღია კითხვების მიუხედავად საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვასთან დაკავშირებით, რატომ დუმს ამ ყველაფერთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატები და რატომ არ აქვს კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე მკაფიო შეფასება ტრამპის ადმინისტრაციას.
რაღაც დალპა არა მხოლოდ დანიის სამეფოში, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა. ხელისუფლებამ გაბედა და ღია დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ნახევრად სიმართლე, სრული სიმართლე ვერ იქნება. საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე. რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? რატომ არის მის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომ და დიპ სტეიტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი სრული ფარსი აღმოჩნდა. მეტიც, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც დიპ სტეიტის მიერ იმართება. ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს არც ერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია? არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დიპ სტეიტის გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ბოლომდე არ მიუყვანია ფსევდო-ლიბერალური დღის წესრიგისა და ლგბტ-ქ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. არათუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დაასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად თავად იქცა ომის გამჩაღებლად. აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება. მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი მხოლოდ და მხოლოდ დიდი თამაშის პატარა ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატების შუაგულ ევროპაში განვითარებულ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ. ფაქტია ისიც, რომ დიპ სტეიტის რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ახლოს არიან სასურველ მიზანთან. ევროპა დაუძლურებულია და საფუძველ შერყეული. მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერ სახელმწიფოდ ჩანს. აშკარაა, რომ დიპ სტეიტს საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს. ჯოხი ევროპაზე გადაწყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ. ამიტომაცაა, რომ დანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის. დუმილი ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს. სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე პობის მძაფრი სუნი. 20-ზე მეტი დაკავებული და ათეულობით დაშავებული, ასე დასრულდა დანიის დედაქალაქში აქცია, რომელიც ადგილობრივებმა უკვე შეაფასეს როგორც გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მადლობა, კეთი ზანთარაია საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე და კითხვებზე, რომელიც თბილისის ევრობიუროკრატიასთან აქვს. დღეში საჯარო სივრცეში სხვისი შეურაცხყოფა, გინება, დამამცირებელი სიტყვებით მოხსენება და სიძულვილის გავრცელება მონიტორინგს დაექვემდებარება. 1 ივნისშინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას დაიწყებს სამმართველო, რომელმაც უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური სამმართველო ჩათვლის, რომ ამა თუ იმ პირის მიერ გამოხატული პოზიცია ამცირებს და შეურაცხყოფს სხვის ღირსებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს თავადვე მიმართავს. სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენამ და სხვისი ღირსების ხელახან ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა. ამის გამო ევროკავშირში ადამიანები უკვე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებიან. საქართველოში კი ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომელმაც საჯარო მოხელეებს შეურაცხყოფა მიაყენა, თავად იჩივლა ქართულ სასამართლოში და მოგვიანებით სტრასბურგსაც მიმართა, თუმცა ორივეგან გამტყუნდა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ სხვისი ღირსების შელახვა გამოხატვის თავისუფლებით დაცული ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი პრეცედენტული დოკუმენტი იქნება იმ სამმართველოსთვისაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება. ეს სამმართველო უკვე ვფიქრობთ, რომ უკვე 1 ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება. ფუნქცია სიძულვილის ენის გამოვლენა და მასზე რეაგირება იქნება, რაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფელი კამპანიების პროაქტიული მონიტორინგით მოხდება. სამმართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში ამოქმედდება და ინდივიდუალურად შეისწავლის. ლახავს თუ არა ადამიანის ღირსებას საზოგადოდ გამოხატული კონკრეტული პოზიცია თუ გამონათქვამი. სტანდარტი საქართველოში უკვე არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას დაეფუძნება. ახალი სტრუქტურის საჭიროებასა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღამის კურიერში ისაუბრა. აგრესია, ზიზღი, თავდასხმები ადამიანების მიმართ ეს
იქცა ყოველდღიურობად, რა ვიცი, არაერთი პოსტის კომენტარში შევხვდებით მუდმივად უაზრო და უსაგნო ლანძღვაგინებას, რომელიც ბევრი ადამიანის ღირსებას ლახავს. შესაბამისად, აქ სახელმწიფოს ვალდებულება კონსტიტუციით და ჩვენი კანონმდებლობით, რომ დაიცვას ამ ადამიანების ღირსება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სხვადასხვა ტიპის სახდელებია გათვალისწინებული, როგორც ფულადი სახდელები, განსაკუთრებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობაც კი განსაზღვრული. თუმცა ამავე დროს სასამართლოს შეუძლია თქვა სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით თუ კი არის შემოსუბუქებელი გარემოება და ასე შემდეგ, გამოიყენოს მაგალითად შენიშვნაც კი, რაც იქნება პრევენციული ხასიათის. როგორ განისაზღვრება სასჯელი, ამას უკვე სასამართლო დაადგენს, რომელსაც მსგავს საქმეებზე ინდივიდუალური მიმართვების საფუძველზე აქამდეც უმსჯელია. მათ შორის იყო ოპოზიციონერი აქტივისტის ირაკლი მილაძის შემთხვევაც, რომელსაც მერიისა და პოლიციის მისამართით სოციქსელში გამოყენებული უხამსი და შეურაცხყოფელი გამონათქვამების გამო კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. მილაძემ სტრასბურგში იჩივლა, თუმცა ევროსასამართლომ ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტის განცხადებები არა პოლიტიკურ კრიტიკას, არამედ საჯარო მოხელეების დამცირებას და შეურაცხყოფას ემსახურებოდა. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს ქვეყნის გარედან დაფინანსებულ სიძულვილის კამპანიაზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილ პოლარიზაციას მეტად აღრმავებს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ ადამიანების შეურაცხყოფა სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირის იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირის საჯარო სივრცეში, სოციალური ქსელით, მაგალითად ლანძღვაგინება, ეს საერთოდ არ ექცევა სიტყვისა და გამოხატვის უფლებით დაცულ სფეროში და ამაზე სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. ეს არის სადამდე შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს უცხო ქვეყნიდან მართულმა და დაფინანსებულმა სამწუხაროდ დაფინანსებულმა სიძულვილის მდგომარეობამ საქართველოში. ხო, ასე ათეულობით მილიონი დოლარი არის დახარჯული, რომ მე და თქვენ ერთმანეთს კარგი თვალით არ უყურებდეთ. ეს სადღაც უნდა გაჩერდეს. საჯარო სივრცეში ძალადობასთან ბრძოლა, რომ თანამედროვე სამყაროს სერიოზული გამოწვევა, ამას ხელისუფლების ოპონენტებიც აღიარებენ, თუმცა ქართულ რეალობაში საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება უჭირთ. ოპოზიცია ერთი მხრივ სკეპტიკურად უყურებს ახალი სამმართველოს სამომავლო საქმიანობას, მეორე მხრივ კი ვერ უარყოფს, რომ სტრასბურგის სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობას. თავს თუ დაჟიან, არუს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ მოხდება და ამიტომაც შერჩევითად იქნება გამოყენებული მხოლოდ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის მიმართ. როდესაც არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი ის, რომ დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და ვინც ამას ლახავს და ამაზე რეაგირებს ევროპული სასამართლო, ამაში ახალი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაც არის, რომ დაიცვას საჯარო მოხელეები თავდასხმისგან, მთავარი ფუნქცია სამწუხაროდ ასევე იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის ჩახშობა. აგრესიული რიტორიკა ცალმხრივად ვერ დარეგულირდება, მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება კი უკვე ინსტიტუციურ დონეზე მოხდება. ძალოვან უწყებაში ახალი სამმართველოს შექმნის აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საჭიროა სწორად გაიმიჯნოს, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა, რომელმაც მისივე თქმით, საქართველოში გარე დაფინანსებით კამპანიური სახე მიიღო. ამ ყველაფერს შეიძლება რეაგირება. როდესაც ვიღაცა თავს გახევს სიძულვილს, მერე შენ სიძულებული ხარ უპასუხო და ამით იქნება ჩაგეტილი წრე, რაც შეიქმნა რეალურად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პოლიტიკაში. ამის გამო უნდა გავთავისუფლდეთ. მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, არაცალმხრივი. ჩდება ბერგეტი, აღსრულების ბერგეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით რაღაცნაირად თავს დავახცევთ სიძულვილის ჩაგეტილ წრეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც მე მიაწებეს რუსული კანონის იარლიყი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ამ ევროპული ფულით და მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის ფულით, USAID-ის, NED-ის, EID-ის და ორგანიზაციების ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის კამპანიები საქართველოში. ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ფინეთი და ესპანეთი. ევროპული ქვეყნების უმეტესობა ფუნდამენტური უფლებების, რეპუტაციის, პიროვნული ღირსებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის მიზანმიმართულ შელახვას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. სოციალურ ქსელებში ჩადენილი ამ ტიპის სამართალდარღვევები კი ხშირად პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის დეტალური კვლევის შედეგად მომზადდა სიზულვილის ენის რეგულირების ინიციატივა. დახლების შემდეგ ფასდაკლებული პროდუქციის ელექტრონული კალათაც მომხმარებელს სახლიდან გაუსროლად შეძლება იმის ნახვა თუ რომელ ქსელურ მარკეტში რა ფასდაკლება. ახალი ონლაინ პლატფორმა უკვე მალე ამუშავდებოდა საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებების გამოქვეყნების და მისი მუდმივი განახლების ვალდებულება ყველა მსხვილ სუპერმარკეტს ექნება. ინიციატივის მთავარი მიზანია ფასების გამჭვირვალობა, მონიტორინგი და სოციალური პასუხისმგებლობის სისტემაში მოყვანა. ამით ფასების ხელოვნურად დაწევის პრევენციაც მოხდება. პლატფორმის შესახებ მსმენია, ვფიქრობ, რომ თუ იქნება სპეციალური ადგილი, სადაც ხალხი მარტივად შეხედავს და დაინახავს რა არის ფასდაკლებული პროდუქცია, გაამარტივებს მათ არჩევას. ახალი პლატფორმის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის არჩევანის გამარტივებაა. მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი ერთ ელექტრონულ სივრცეში უახლოეს პერიოდში განთავსდება. ერთიანი საინფორმაციო სისტემა საოჯახო კალათის პროგრამას მონიტორინგს გაუწევს. მოქალაქეებს შემცირებული ფასებით პროდუქტების ნახვა სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ. თუ სახლში გავიგებთ რომელ მარკეტში სად არის ფასდაკლება, ფასდაკლება ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის. თუ მომივა სახლში შეტყობინება, მაღაზიაში წავალ პირდაპირ. ძალიან კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ფასდაკლებები და მით უმეტეს წინასწარ თუ ეცოდინება მომხმარებელს და მივა და იქ შეიძენს. ახალი პლატფორმის შექმნა კონკურენციის სააგენტომ დაანონსა. გადაწყვეტილება უწყება ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სიახლე ბაზარს გამჭვირვალეს გახდის, სექტორში კი კონკურენცია გაიზრდება. შეთავაზებები შეეხება საბაზისო სასურსათო პროდუქციას, რომლის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდიან აღნიშნული ქსელები, აღნიშნული პორტალს და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში განახლებადი საინფორმაციო პორტალი. საქართველოში მოქმედმა მსხვერპლ ქსელებმა დაიწყეს საუკეთესო შეთავაზებები საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე და დღეს მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ამ საუკეთესო შეთავაზებებით. დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერიოდში ხელშეუწყობს ამ სექტორში კონკურენციის ზრდასაც. კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტო იწყებს ამ პროექტზე მუშაობას, რადგანაც ეს საუკეთესო შეთავაზებები მოხდეს ერთიან ციფრულ ფორმატში. სიახლე რომ სექტორს გამჭვირვალობის დაცვას გაუმარტივებს, საუბრობენ რიტეილ ასოციაციაშიც. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან გაიაფებული პროდუქტების შესახებ განახლებულ მონაცემებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლონ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენი სექტორისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თავიანთი მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი სექტორი მუდმივად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და მომავალშიც ითანამშრომლებს დათვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის. მივესალმებით ამ ინიციატივას და პლატფორმის შექმნას და მზად ვართ ყოველკვირეულ რეჟიმში მივაწოდოთ ეს ინფორმაცია შესაბამისი პლატფორმის მაკონტროლებელს. პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის შემდეგ კონკურენციის გასაძლიერებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების გეგმა მომზადდა. ერთ-ერთი ახალი გადაწყვეტილებით მარკეტები ვალდებული იქნებიან კონკურენციის სააგენტოს ფასების შესახებ განახლებული ინფორმაცია კვირაში ერთხელ მიაწოდონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით კონკურენციის სააგენტომ დაინიცირა ახალი პროექტი, აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელზეც უნდა განთავსდეს საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, ქსელებს ექნებათ ვალდებულება წარმოადგინონ ეს ყოველკვირეულად, შესაბამისად მომხმარებელი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული თუ რომელი ქსელის თავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე, საუკეთესო შეთავაზებას ამ ფასს, აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას. მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ შეადაროს თითოეული ქსელის მხრიდან შემოთავაზებული ფასები და ბრენდები და გააკეთოს საუკეთესო არჩევანი. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ურთიერთობები გახდება უფრო გამჭვირვალე, აღნიშნული პლატფორმა ხელშეუწყობს პროცესის სისტემატიზაციას, კონკურენციის გაუმჯობესებას, რაც ყოველივე საბოლოო ჯამში აისახება კონკურენტულ ფასებზე და საუკეთესო შეთავაზებებზე ჩვენ მომხმარებლისთვის. საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნის შემდეგ საშეღავათო სისტემა პრაქტიკაში უკვე დაინერგა.
სავაჭრო ქსელებმა კონკრეტული შეთავაზებები განსაზღვრეს. ქსელურ მარკეტებში სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტებია განთავსებული, 30-დან 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. თბილისში ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება დღეს ერჟან სადენოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის შეხვდა საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. განიხილეს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ისე რეგიონულ კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. დღესვე გაიმართა შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან. სულხან თამაზაშვილისა და ერჟან სადენოვის საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ სადენოვმა თანამშრომლობის განვითარებაში და ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლაში შეტანილი წვლისთვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლები და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. ნარკოგამსაღლებლები ერთი ოჯახიდან თბილისში ქინძმარაულის ქუჩაზე ერთდროულად დაიყვანეს 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და ასევე მისი დედა და მამა. ჩრეკის დროს სახლიდან ამოღებულია უკვე გასაყიდად გამზადებული დიდი ოდენობით მეტადონი. დღესვე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები დედაქალაქის სხვა უბნებში ჩატარდა. ერთ-ერთ ლოკაციაზე პოლიციამ მარიხუანის სათბურიც აღმოაჩინა. სულ დაკავებულია 12 პირი. დიდი ოდენობით მეტადონის გარდა ამოღებულია კეტამინი, MDM, ალფა-PVP და სოკო, რომელიც სილოცინს შეიცავს. პოლიცია არ ყოფილა? მოიცადე. უკმაყოფილება ნარკოდანაშაულზე დასმულმა კითხვამ გამოიწვია. ოჯახს, რომლის 3 წევრი პოლიციამ ამ სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანა, დაკავების მიზეზებზე საუბარი არ სურს. ოჯახის 3 წევრის დაკავების დეტალები კურიერისთვის ცნობილია. ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის დედა, მამა და მათი 28 წლის შვილი აიყვანა. ეს მამა შვილიც სამივე ერთად ცხოვრობენ. აიყვანეს დედა, მამა და გოგო. ბინიდან კურიერის ინფორმაციით დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული მეთადონი ამოიღეს. ირკვევა, რომ ოჯახის 3-ვე წევრი ჯგუფურად მოქმედებდა. მათ 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფები 3 პირი ნარკოდანაშაულის დაკავებულების დომილისხლებას იყენებენ ამ მომენტისთვის. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლება დაცვის უფლების გათვალისწინებით, რომ რაიმე დეტალები მოგახსენოთ. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ 9 პირი და აღკვეთილია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გასული რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოვლენილი და დაკავებული იქნა ნარკოდანაშაულში ბრალდებული 12 პირი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული კონკრეტული ადგილებიდან ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ბინების გარდა სამალავებიდანაც ამოიღეს. ასეთი ადგილები სამართალდამცველებს დაკავებულებმა თავად უჩვენეს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი. 1 კილოგრამამდე მეფედრონი, კეტამინი, MDMA, მეთადონი, ალფა-PVP, ფსილიცინის შემცველი სოკო, მორფინის შემცველი აბები, პრეგაბალინი, ჰაშიში, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მარიხუანა. ჩამოთვლილი ნარკოტიკული საშუალებების სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. კურიერის ინფორმაციით დაკავებულების უმეტესობა ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდა. ნარკოტიკს ტოვებდნენ სამალავებში და კლიენტს სამალავის ფოტოს მობილურით უგზავნიდნენ. ეგრეთ წოდებულ დამდებებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოდანაშაულში ჩართული პირების ნაწილი ნარკოტიკს საზღვარგარეთიდან ყიდულობდა. ისინი პოლიციამ ნარკოტიკით სავსე ამანათების აღებისთანავე დააკავა. კომპლექსური და ოპერატიული ღონისძიებების დროს სამართალდამცველები სათბურების კვალზეც გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნარკოდამნაშავეების დასაკავებლად პოლიცია 24 საათიან რეჟიმში სხვადასხვა მისამართებზე არიან მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. დაკავებულების უმეტესობას ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.
ლევან ხაბეიშვილი და მურთა ზოდელავა სასამართლომ დამნაშავეობა ცნოდა სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა ლევან ხაბეიშვილს პროკურატურა მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პოლიტიკოსისთვის წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა და საბოტაჟის მუხლით გაასამართლა. შედეგად პოლიტიკოსი 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მურთა ზოდელავას, მას გამომძიებლის საქმიანობაში ჩარევას ედავებოდნენ და სასჯელის სახით 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ. არ არსებობდა სამოხელეო დანაშაული და არ არსებობდა ქრთამი და ქრთამის მიზება საჯაროდ შეუძლებელი იყო ამის დაკვალიფიცირება და როგორც ჩანს სასამართლომ უარი თქვა ამ სამართლებრივი აბსურდში მონაწილეობაზე და მიიღეს ასე ვთქვათ თავიანთი გადმოსახედიდან რაციონალური. თითქოს და ლევანის ეს ქმედება მიმართული იყო სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ან სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს დასუსტების მიზნით. რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, აქ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე. როგორც ჩანს სასამართლომ არ გაიზიარა ლევანის განმარტებები ყველა გამოსვლაში, რომ იგი საუბრობდა მშვიდობიან და კონსტიტუციურ დამხობაზე. ალბათ სასამართლო გააკეთებს განმარტებას, რომ ეს გულისხმობდა ერთს და ამბობდა ერთს და გულისხმობდა მეორეს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ქრთამის დაპირება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მასობრივი მედია საშუალებებით შესაძლოა განხორციელდეს ქრთამის დაპირება და ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია ხშირ შემთხვევაში, ვიდრე რამოდენიმე პიროვნება შორის კონსპირაციული შეთანხმება მექრთამეობასთან დაკავშირებით და გარდა ამისა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ვდებდით ბრალად და ასეც იყო, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა ყველა შემთხვევაში თავის თავში მოიაზრებს მხოლოდ არაკონსტიტუციურ პროცესებს, არაკანონიერ ქმედებებს და მასზე რაიმე ზედსართავი სახელის თუნდაც მშვიდობიანის წამზღარება წინ არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ამავდროულად ადგილი მისი ლევან ხაბეიშვილის დაპირებები სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა როგორც საბოტაჟი. დიდი ბრიტანეთი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების მოლოდინშია. საუთჰემპტონის სამეფო სასამართლომ და მსაჯულებმა უნდა დაადგინონ მოკლა თუ არა 18 წლის ბრიტანელ-პოლონელი სტუდენტი ჰენრი ნოვაკი 23 წლის ემიგრანტმა 21 სანტიმეტრიანი დანით და რამდენად სწორად მოექცა პოლიცია, რომელმაც ხელბორკილები მძიმე დაჭრილ სტუდენტს დაადო. ვეღარ ვსუნთქავ, ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ნოვაკმა სამართალდამცველებს უთხრა. სტუდენტი სისხლისგან იცვლებოდა, თუმცა პოლიციამ მას სამდიცნო დახმარება არ აღმოუჩინა, რამაც დიდ ბრიტანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რეზონანსული სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღება აკრძალულია მედიისთვის. დაუშვებელია პოლიციელების სამხრე კამერებისა და ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებაც. თუმცა პროცესზე მყოფი ჟურნალისტები, მათ შორის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წერენ, რომ თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ბრალდებულმა ვიკრუმ დიგვამ დაჭრილ სტუდენტს რასისსა და ალკოჰოლით თრობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც პოლიციელებმა მძიმე დაჭრილი მსხვერპლი დააკავეს. სტუდენტმა გონება ხელბორკილებით დაკავებულ მდგომარეობაში დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. ვერ ვსუნთქავეს 18 წლის ბიჭის ბოლო სიტყვებია. დანით მიყენებული მძიმე ჭრილობების და ძლიერი სისხლდენის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელის ცრუ ბრალდება დაიჯერა და მომაკვდავ მოზარდს ხელბორკილები დაადო. ახალგაზრდა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. რატომ არ დაგმო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სასტიკი მკვლელობა და რატომ არ დადგა კონკრეტული პოლიციელებისა და სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი დანაშაულიდან თითქმის 6 თვის შემდეგ. ეს ის ორი მთავარი შეკითხვაა, რომელსაც ბრიტანეთის სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლები სვამენ. ის სისხლის გუბეში იწვა, საკუთარ სისხლში იხრჩობოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ახალგაზრდას ხელბორკილები დაადეს და დააკავეს. მას რასობრივ შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს. ეს სკანდალია. რაკეთება პოლიციელების ქმედებების გამოსაძიებლად. მოვა თუ არა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და უპასუხებს თუ არა ამ შეკითხვას. აღმაშფოთებელია იმის გააზრება, რომ პოლიციამ ეს ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ მიატოვა სასიკვდილოდ, რომ სიტყვა რასიზმი გაიგონეს. ეს ზუსტად ისეთივე ლაჩრული უმოქმედობაა, რამაც თავის დროზე მოძალადეთა ბანდებს სრული დაუსჯელობის გარანტია მისცა.
გახმაურებულ საქმეზე შეკითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით სვამს ილონ მასკი. ამერიკელი მილიარდერი ინტერესდება, რატომ დუმს კირ სტარმერი და რატომ არ გაუკეთებია მოკლული მოზარდის საქმეზე არანაირი განცხადება. მაშინ, როდესაც მაგალითად ჯორჯ ფლოიდის შემთხვევაზე დაუნინგ სტრიტის რეაქცია ყისიერი იყო. მასკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ბიზნესმენი მკაცრად აკრიტიკებს იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც თავდამსხმელის დაკავების ნაცვლად სასიკვდილოდ დაჭრილს ხელბურკილები დაადეს. ეს საწყალი ბიჭი თავდამსხმელებს გაურბოდა ადამიანს, რომელმაც დაჭრა და ტელეფონი წაართვა, თუმცა დიდ ბრიტანეთში პოლიციამ მკვლელის ნაცვლად თავად მასზე იძალადა. ნუ თუ სტარმერს ერთხელაც არ უხსენებია ის ახალგაზრდა ინგლისელი ბიჭი, რომელიც მოკლეს. რაღაც ძალიან არასწორადაა. მზად ვარ დავაფინანსო გამოძიება სიცოცხლის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის საქმეზე ამ სამარცხვინო სამართალდამცავების წინააღმდეგ. 6-თვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ გაარკვია, რომ ჰენრი ნოვაკს მიგრანტმა სარიტუალო დანით 5 ჭრილობა მიაყენა. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მსხვერპლი პოლიციას საკუთარ უდანაშაულობას უშედეგოდ უმტკიცებდა. საქართველოს აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ჩინეთი ყველა ქვეყნისთვის უდიდესი ბაზარია, შესაბამისად ITB China 2026-ში მონაწილეობას საქართველოს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს, მით უფრო რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებია. ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, რომელშიც რამდენიმე სივრცე მოეწყობა, მათ შორის პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრების გასამართად. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ღვინოს, კულტურას, ფოლკლორს და გასტრონომიას. 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია ITB China-ს გამოფენაზე მთლიანად ქართულ სტენდს დაეთმობა. მასშტაბური ღონისძიებისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენისთვის უკვე მომზადდა ვიდეო რგოლები, რომლებიც ჩინურ მედიასა და ციფრულ არხებზე განთავსდება. 13 დღის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო ადგილზე საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე ჩვენთან ერთად 30 კერძო სექტორის წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, ახალ ხელშეკრულებებს იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. შანხაიში გამოფენა 700-ზე მეტ სტუმარს მიიღებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ღვინო. გამოფენა ქართული სტენდის დათვალიერებით გაიხსნება. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი რუსთავი მიიღებს. წელს საქართველოს ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა. ეს სტატუსი გულისხმობს ქვეყნის კულტურული და ტურისტული პოტენციალის მასშტაბურად წარმოჩენას. საქართველოსთვის გამოყოფილ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ტურისტული მრავალფეროვნება, ხოლო კულტურულ მრავალფეროვნებას ანსამბლი რუსთავი წარმოადგენს. პროგრამა, რომელიც ახლა მზადდება ამ გასტროლისთვის, არის სპეციფიური. იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად წამოწეული გვაქვს ყველა ის ქორეოგრაფიული ნომერი და ასევე სასიმღერო ნომერი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენ ქვეყანას. ქართული 20-კაციანი გუნდი, რომელიც მზარეულებისგან შესდგება, მივემგზავრებით, რომ ჩვენი ქართული კულინარია გავაცნოთ ჩვენ სტუმრებს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვაჩვენოთ მათ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს როგორც ჩვენთვისაც, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც, იმიტომ როგორც ვიცით, ქართული კულინარია და ქართული ღვინო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგანძური არის ჩვენი ქვეყნის და ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. პავილიონში გამოფენის სტუმრები ინფორმაციას მუზეუმებსა და ფონდში დაცული კოლექციების შესახებაც მიიღებენ. ღონისძიება ახალი შესაძლებლობაა ტურისტული კომპანიებისთვისაც, რომლებიც შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან გამართავენ. პირველად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კულტურის სამინისტრო წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ეზიარონ უძველეს, უმდიდრეს და უნიკალურ ქართულ კულტურას, შესაბამისად უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყანა და მისი ისტორია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მონაწილეობა წარმატებული იქნება შანხაის დღევანდელ გამოფენაზე, რაც იმის საწინდარი იქნება, რომ კულტურის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. 25 მაისს დაგეგმილია საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება. შანხაიში გამოფენა 3 დღის მანძილზე გაგრძელდება.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება ქვეყანაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ კი წირვა საბურთალოს ამაღლების ტაძარში აღევლინა. ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. ჩვენ ხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის. იგი ასრულებს ამ თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თუ ზოგიერთი ჩვენგანი, აი ამ მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მიზეზი არის ჩვენში. ან ის საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რო ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული. ეს დიდი მოვლენა ჩვენში თაგვაგონებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როგორც გვასწავლის ჩვენ მოციქული პავლე, რომ ჩვენი მოქალაქობა უნდა იყოს ზეციერი, ზეცაშია ჩვენი მოქალაქობა, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარსაც იესო ქრისტეს. და რომ გვმართებს ფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას. 1700 წელი არ წმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავის აღნიშვნა წელს სწორედ ამ კონცეფციას დაეფუძნება. შესაბამისად, ასობით რეკრუტი სამხედრო ფიცაც თბილისის გარდა 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადებს. 26 მაისის მასშტაბური აღნიშვნის მთავარი მოვლენა ტრადიციულად თავისუფლების მოედანზე ქართული არმიის მარშით ჩაულა. იქნება რის შემდეგაც თბილისის თავზე ქართული საბრძოლო ავიაცია გამოჩნდება და საქართველოს დროშის ფერებს გამოსახავს. თავისუფლების მოედანზევე იქნება გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, რომლითაც ქართული არმია საკუთარ ქვეყანას იცავს. 26 მაისს მოსახლეობას ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერება თბილისის გარდა ქვეყნის კიდევ 20 ქალაქში შეეძლება. სამხედრო ნაწილის გარდა გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებებიც. 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე ზუსტად იმ დროს, როდესაც პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მთელ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. სულ რამდენიმე დღეში, სწორედ აქ, ქვეყნის მთავარ გამზირზე, სამხედრო მარშის ფონზე, სამშობლოს ერთგულების ფიცს ასობით ახალგაზრდა დადებს. საქართველო თავისუფლებასთან ერთად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესს ეიმობს. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ფიცის დადების ცერემონიაც მასშტაბურია. ახალწლეულები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. საზეიმო ღონისძიებაში ტრადიციულად ჩაერთვება საბრძოლო ავიაცია. დედაქალაქის თავზე საფრენი აპარატები სახელმწიფო დროშის ფერებს გამოსახავენ. აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ემოციურად დატვირთულია არა მარტო სამხედროებისთვის, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიცის დადების ცერემონია. ღონისძიების თვალყურისმცემლობა საქართველოს მოსახლეობას შეიძლება როგორც აქედან ადგილიდან, ასევე პირდაპირ ეთერის დახმარებით. დღეს თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია გაიარა სამხედრო ორკესტრმა. ორკესტრი, რომლითაც იწყება და სრულდება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ადგილზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი და სამხედრო მარში შესრულდა. ორკესტრის წილი და მნიშვნელობა სამხედრო ცხოვრებაში, როგორც პულსი, აუცილებელია. ყველაფერი სინქრონში და ზედმიწევნით წყედმალეთ გამოიყურებოდეს. 26 მაისს თბილისის გარდა სამხედრო სივრცეები ქვეყნის 20 სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა. მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემა. ტრადიციულად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ტექნიკა გამოფენილი იქნება თბილისში თავისუფლების მოედანზე და ასევე ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც მომსვლელ საზოგადოებას ექნება საშუალება გაეცნოს წარმოდგენილი საბრძოლო ტექნიკას, მოისმინოს მისი დანიშნულება და შესაძლებლობები სამხედრო მოსამსახურეებისაგან.
კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს დედაქალაქში ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საზეიმო პროგრამა გალა კონცერტებით დასრულდება. ძალიან კარგი პროგრამა იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. მართლა უპრეცედენტოდ დიდი სამზადისია, 12 ქალაქია ჩართული. კულტურის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროგრამით ორბელიანის მოედნის გარშემო ტერიტორიაზე. იქნება გალა კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. რასაკვირველია იქნება გალა კონცერტი თბილისშიც. აირფეროვანი პროგრამა ელოდება გარეთ გამოსულ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ქრისტიანობის დღისადმი მიძღვნილ ესეთ დიდ დღეზე. საქართველოს დროშა, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ფოტო და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ბანერები გამოიფინა პარლამენტის შენობის ფასადზე. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ამ სლოგანით ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავს აღნიშნავს. ასეთი იყო დღევანდელი დღე 21 მაისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი 2 ეთერს პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგზავს. ჩვენ კი დღეს ამ თვალს ვფლობთ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.